რავი, რაც ვნახეთ, ეს იყო ადამიანი, რომელიც რაღაცას კითხულობდა და მე მგონი პირველად კითხულობდა იქ, იმიტომ რომ არც ესმოდა რეალურად რას ლაპარაკობდა რა, ნორმალურად ვერც კითხულობდა. ეს იყო დაწერილი რაღაცა, ვიღაცა მიაწოდა, მოდი წაიკითხე და თქვი რომ რაღაც ორგანიზაციას აკეთებ, მოძრაობას აკეთებ, რომელიც თუნდაც ციხეში ჩაჯდომის ფასად დაიცავს ღირსებას, ღირებულებებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? რეალურად ჩვენ ვნახეთ, გუშინ იყო მე მგონი ონისეს ზე ვინც იძალა და იმის სასამართლო პროცესი და ვნახეთ რომ გირავთ როცა გამოუშვეს ეს ადამიანი ჯიპით გაიქ ჩაბურული და კარი გაუგზა ჩასვეს, ხო? სახელმწიფო მანქანაში, ხო? რეალურად ეს ადამიანიც იქ იყო რა, ეს არის ერთი წრე და რასაც სამართლებრივად ვერ აკეთებენ, ანუ პოლიცია რასაც ვერ აკეთებს, რაღაც კონკრეტულ დაჯგუფებას შექმნიან, რომლებიც თითქოს რაღაცას საქართველოს ინტერესების, ღირსების და აი ამ მიზეზებით ადამიანებს დასჯიან, ხო თქვა რომ შეიძლება რაღაც ციხეში ჩავსვან ამის გამო, მაგრამ ხო, ვიცით რომ არავინ არ ჩასვამს და როგორც აი ამ შემთხვევაში მოხდა 5,000 ლარიანი გირაოს შემთხვევაში, ზუსტად იგივე რაღაც იქნება. რეალურად ხედავთ რა, რუსეთში იყო ნაში ერქვა, როგორც მახსოვს, ეგეთი რაღაც ტიტუშკური დაჯგუფება იყო, რომელიც სახელმწიფოსთან, მთავრობასთან დაახლოებული იყო და რასაც ქუჩის ამბავს, მაგალითად იქ ცემას, დახვედრებს და რაღაცებს, ეგენი აგვარებდნენ და ერთმანეთს ძალიან დაახლოებული ხალხი იყო და ეგ რეალობა გვაქვს აქ რაღაც ჩეჩნური რეალობა, სადაც კონკრეტულ ტიპებს აქვთ მწვანე ანთებული, რომ კაი, ჩვენ შეიძლება ეს ამის გამო ვერ დავიჭიროთ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ცემოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეგ ვნახეთ დღეს რეალურად. კი ბატონო, ზოგადად ეს რაღაცა რაზმები, ეგრეთ წოდებული ტიტუშკები არ არის უცხო, ჩვენ არაერთხელ გვინახავს, მათ შორის რუსული კანონის დროს განსაკუთრებით აქტიურობდნენ, მაშინ კი შენიღბულები იყვნენ, მაგრამ მაინც ყველამ ძალიან კარგად ვიცოდით, ვისი ორგანიზებით და ვისი წახალისებით მოხდა ის, რაც მოხდა და გარდა ამისა ონისეზე თავდასხმაც, ხომ, ესეც არავის ეჭვი არ ეპარება, რომ იყო წინასწარ დაორგანიზებული. როდესაც აი ყველაფრის უფლებას აძლევს ხელისუფლება საკუთარ თავს, კიდევ დამატებით ესე რომ ვიღაც გამოიყვანოს ახლა ვიღაც სპორტსმენი და თქვას რომ აი მე დღეიდან ყველაფერზე წამსვლელი ვარ, რატო, როგორ ფიქრობ? მესმის რომ რაღაც პოლიცია შეიძლება ვერ გააკეთებინოს, მაგრამ ისედაც ხო ყავდა შემსრულებლები. ხო, აქ უბრალოდ იმიჩვენება უნდა რომ თითქოს ხალხი, რომელიც არ არის მაინც და მაინც ქართული ოცნების წევრი, რაღაცა ჯგუფი არსებობს, რომლებიც იცავენ ამას რა რეალურად. ეს არის ჩვენი რაღაც გახლეჩვის ხო, საზოგადოების გახლეჩვის კიდევ ერთი როგორი მცდელობა არის რა, აი 90-იანები, რავი, ახსოვს საზოგადოებას ძალიან კარგად რა ხდებოდა და ქართველები ერთმანეთს რო კლავდნენ და სცემდნენ და ასე შემდეგ. მთელი უბედურება რაც იყო, ბიძინაც რატო არის რეალურად მოსული, იმიტომ რომ ჩვენ როგორც საზოგადოება დავყოს 1000 ნაწილად და რა ვიცი, ნათესაობი ერთმანეთს არ ელაპარაკებიან დღეს ამ პოლიტიკური ნიშნის გამო და ასე შემდეგ. უნდა რომ ესეთი მოცემულობა შექმნა, სადაც რავი, ქართველები ერთმანეთს რაღაცა სცემენ, რავი, იარაღს ესვრიან ვიღაცა ავტომატით გადმოვა და ასე შემდეგ. ეგს აწყობს, რუსეთს აწყობს, საქართველოში იყოს ეგეთი მდგომარეობა რა. რეალურად ამას აკეთებენ ახლა და ჩვენი მთავარი აქცენტი უნდა იყოს ამის საპირისპიროდ ერთიანობაზე აქცენტის გაკეთება რა, რომ ჩვენ ვართ ქართველები, ჩვენ ვართ ერთი საზოგადოება, ერთი პრობლემებით, თუნდაც ის ვიღაც სკოლის მასწავლებელი, რომელიც შეიძლება რაღაც კონკრეტული არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობდეს და ასე შემდეგ, იმასაც ის აწუხებს დაახლოებით რაც ჩვენ გვაწუხებს რა, ის რაღაც იტყავთ დაჭერილი. ყველას უნდა ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ ჩვენ ერთი პრობლემები გვაქვს რა. ჩვენ უნდა ვიბრძოდეთ, რომ ყავდეს ნორმალური ჯარი, გქონდეს ნორმალური ეკონომიკა, რომ იყოს უფრო ძლიერი სახელმწიფო. ეს არის ჩვენი რაღაცა მშვიდობის და სახელმწიფოებრიობის გარანტი, ხო? ამისკენ უნდა ვისწრაფოდეთ, რომ საერთო რაღაცები ვიპოვოთ და რუსეთი ბიძინას ხელით ზუსტად იმას აკეთებს, რომ აჩვენებს, რომ ქართველები ვართ, რა ვიცი, დანაწილებულები და ერთმანეთის ენა არ გვესმის. ეგ რეალობა დღეს რაც არის. კი ბატონო, ალაშა, აი თქვენ ახსენეთ პოლარიზაციის თემა და მინდა რომ ამაზეც ვისაუბროთ. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება აღმოჩნდეს დღეს აი ძალიან პოლარიზებულ გარემოში ის საერთო არ ვიცი რაღაცა წერტილები ორი განსხვავებულად დაპირისპირებულ საზოგადოებაში, რომელმაც რაღაც დონეზე მაინც სრულად თუ არა შეამსუბუქებს მაინც ამ პოლარიზაციას. რა შეიძლება იყოს ესეთი საკითხები? რა ვიცი, მე არ მგონია საქართველოში ვინმე არსებობდეს, ვისაც არ უნდა ნორმალური ქვეყანა, სადაც იგრძნობს თავს ღირსეულ ადამიანად რა, რომელსაც ფულს არ მოპარავს ვიღაც ჩინოვნიკი, როცა რა ვიცი, შეიძლება რომ საავადმყოფოში მივიდეს და ნორმალურად იმკურნალოს
პირობითად რა ადამიანმა რა ნორმალური დაზღვევა კონდეს, ხო? შეეძლოს, რა ვიცი, ნორმალური ანაზღაურება კონდეს. ეს ყველას გვინდა, რომ ისეთი სახელმწიფო არსებობდეს, რომელიც ეკონომიკურად ძლიერი იქნება, სადაც, რა ვიცი, არ იქნება გამორჩევის პრინციპით ადამიანები არჩეული, მაგალითად, ვიღაცას არ იქნება პრივილეგია რაღაც უფლებებზე და ვიღაცა არ იქნება, როგორ გითხრათ, დაჩაგრული ამ კუთხით. ეხლა ჩვენ ხედავთ საზოგადოებაში, რა ვიცი, სოფლებში თუნდაც ეხლა ჩვენ, რა ვიცი, შეიძლება ბებიები და ბაბუები გიყურებდნენ სოფლიდან, ხო? ყველას აწუხებს ეს პრობლემა რა, ყველა არის გაჭირვებაში, სიდუქჭირეში არის და ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. ადამიანები იმის გამო, რომ ელემენტარული ფული არ აქვთ, რომ გამოკვლევებზე მიდიან, რა ვიცი, ცუდად ხდებიან და კვდებიან მე ამის გამო და ეს არის რეალობა რა, დღეს რა და რეალურად ჩვენი საერთოდ გამაერთიანებელი ის უნდა იყოს, რომ ისეთი სახელმწიფო გვინდა ყველა, სადაც თავს ღირსეულ მოქალაქეებად ვიგრძნობთ, როგორებიც არიან ევროპის ქვეყნებში თუნდაც, ხო? რუსეთს და რაღაცებზე არ ვამბობ, სადაც შეიძლება რაღაცებზე გადახურდავდეს ადამიანი, ვამბობ ისეთ ნორმალურ სახელმწიფოებზე, როგორც არის დასავლეთში, ხო? და ეს ყველას უნდა, ნებისმიერ ადამიანს ხოცაც უნდა რომ იყოს ნორმალურ ქვეყანაში. ისიც ხდება, რომ როდესაც მაცივარს გამოაღებს, რომ იქ არაფერი არ აქვს, გარდა რაღაც პროპაგანდის მიერ მოწოდებული რაღაც მესიჯებისა, ხო? ამიტომ გამაერთიანებელი არის ეს. ჩვენ უნდა ვეძებოთ ისეთი ადამიანები, ვინც ამ ადამიანებს დაანახებს იმედს და ეტყვის, რომ მე შენი ჯიბიდან კი არ მოვიპარავ ფულს, არამედ პირიქით მე შენთვის მინდა ეს გავაკეთო, ხო? და მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა ყველას საზოგადოებაში. ანუ ესე ვთქვათ, ჯერ კიდევ საპოვნია ესეთი ადამიანები, ვისაც შეიძლება ნდობა ქონდეს, მათ შორის არ ვიცი, თუნდაც დღესაც მოქმედი ქართული ოცნების ამომრჩევლის მხრიდან, რომ აი რაღაცნაირად შეიცვალოს მისი პოლიტიკური გემოვნება და დაუჯეროს იმ ახალს. რა თქმა უნდა, ნეიტრალური მაგალითად ადამიანი ეძებს რას კოცი პირობითად რო არის, რომელიც არ არის რადიკალი კოცი, ის რაღაცით უკმაყოფილოა კოცებისგან, იმიტომ რომ თავიდან მაგათ დაიწყეს საუბარი, რომ ჩვენ გვინდა ევროპასთან მისვლამარები. ნახეთ, ლუკა ჯაბოა როცა დაიჭერეს, მივტკიცებად ევროკავშირის დრო შემოიღეს, ხო? რაზე გვაქვს საუბარი რა ევროკავშირთან დაახლოებაზე, ხო? მეორე მხარეს არიან თუნდაც ნეიტრალური ოპოზიციური ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ ის, რაც ხდება დღეს ოპოზიციურ სპექტრში, იმიტომ რომ იმეც ვერ ხედავენ, ხო? ეს ორი კატეგორია არის როგორ იცით, აი ელოდება რაღაცას რა. არ ვიცი ეს რა იქნება, კონკრეტული ადამიანი იქნება, კონკრეტული ჯგუფი იქნება თუ ასე შემდეგ, რომელიც ნაბიჯს გადადგამს მოძრაობაში შევა, იმიტომ რომ პროცესი არის აუცილებელი. პროცესი თუ არ შეიქმნა რაღაცა, შეუძლებელია ჩვენ ნახოთ გზა, რომ რაღაც ცვლილებები შესაძლებელია და ეს იმედი უნდა დაინახოს როგორც იმ ნეიტრალურმა კოცმა, რომელიც თვალ რადიკალური არ არის, ასევე იმ ოპოზიციის წარმომადგენელს, რომელიც არ არის, რა ვიცი, აი თვალდახუჭული რო არ აძლევს ხმას. ეს იმედი უნდა გაჩნდეს საზოგადოებაში რა. რამდენად ბევრია ესეთი ადამიანი? აი ეგრეთ წოდებული შუა ვისაც ეწახიან. როგორ გითხრათ, არჩევნებზე რამდენი ადამიანი არ მიდის, ეგ არის დაახლოებით 40%-მდე, ხო, მაგრამ ამას არ გულისხმობ ამ შემთხვევაში. გულისხმობ, რომელიც შეიძლება ოპოზიციურად იყოს განწყობილი, მაგრამ ის მეც ელოდებოდეს ოპოზიციისგან. შეიძლება რაღაც ნაწილობრივ პასიური კოცი იყოს, მაგრამ არ მოსწონდეს ის რა ეტაპზეც კოცები გადავიდნენ. თქვენ რომელ ჯგუფს მიაკუთვნებდით თქვენ თავს? მე როგორ გითხრათ, მე ვარ აქტიური პროტესტის მონაწილე უკვე წლებია და მე ამ პროცესში ვარ ჩართული როგორ არა, მე არ ვარ რაღაც პასიური მხარდამჭერი, თუნდაც ოპოზიციური ფლანგის, აქტიური მხარდამჭერი ვარ და ვცდილობ, რომ ყველანაირად ხელი შეუწყო ადამიანებს, რომ საკუთართან უფრო მეტად გამოხატონ, ისაუბრონ ადამიანებთან და ასე შემდეგ. ანუ ჩემ კატეგორიაზე არ მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი. მაქვს იმ ადამიანებზე საუბარი, რომლებიც ჩვენ გვერდით იდგნენ 100,000-ობით ადამიანი, ახლა აღარ არიან, ხო? რატო აღარ არიან, ეს უნდა ვკითხოთ, გამოვიკვლიოთ და ამ ადამიანებს ვესაუბროთ, რა არის მიზეზი იმისა, რომ ეხლა შეიძლება რუსთავაზე ჩემ გვერდით არ იდგეს, ხო? და მე ვფიქრობ, რომ ძალიან რელევანტური აზრიანი მიზეზები აქვს ამ ადამიანებს, რატომაც შეიძლება აქ არ იყვნენ და პირველი არის ის, რომ რაღაც იმედს ვერ ხედავენ ამაში რა, ამ პროცესებში ვერ ხედავენ და ჩვენ უნდა, რა ვიცი, პირველ რიგში უნდა შევქმნათ ისეთი მოცემულობა, სადაც ეს ადამიანები საკუთარ თავს იპოვიან. იპოვიანში გულისხმობ რა, სადაც აზრი, იმედი მიეცემათ, რომ ისინი ისევ გამოვიდნენ და ისევ იბრძოლონ საქართველოს დასაცავად თავისუფლებისთვის. მე არ მგონია, რომ ისინი რაღაც გაიქცნენ ან დაიმალნენ ან ასე შემდეგ. ეს ამ უიმედობაზე პასუხისმგებლობა მარტო ხელისუფლების მხარეს არის თუ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი, არ ვიცი, პოლიტიკოსების თუნდაც და აქტივისტების მხარესაც.
იცით როგორ არის ძირითადი მიზეზი რა თქმა უნდა არის ხელისუფლება რა. ხელისუფლებამ დღევანდელ ბრწყალებში ხელისუფლებამ გააკეთა ის რომ ოპოზიცია ამ მდგომარეობაშია. დაჭერებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, აი ამ დონემდე მიიყვანა. უბრალოდ დღეს ის მოცემულობაა, როცა საზოგადოების დიდი ნაწილი ელოდება ამ ოპოზიციისგან, დღევანდელი ოპოზიციისგან მეტს. უბრალოდ შეიძლება მაგდეს ვერ ღებულობდეს აი ამ მიზეზების გამო, როცა ვხედავთ წნეხს აი ამ კონკრეტული ოპოზიციური ლიდერების მიმართ და ასე შემდეგ. მე ვისურვებდი რომ უფრო აქტიური ყოფილიყო დღევანდელი ოპოზიცია ყველა ფრონტზე, მაგრამ ვხედავ რატომაც ვერ არიან აქ. ამიტომ ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის აუცილებელია უფრო მეტი ადამიანი ჩართვა ამ პოლიტიკაში და უფრო მეტად გამოფხიზლება იმ კონკრეტული ადამიანების, ვინც ამბობს რომ წარმოადგენს ოპოზიციას ამ შემთხვევაში. ამიტომ ეს არ არის რაღაცა კონკრეტული კრიტიკა ვიღაცების მიმართ, იმიტომ რომ პერსონალურად მე ბევრს ვიცნობ და მეგობრულ და ასე შემდეგ. უბრალოდ როგორც მოქალაქე მინდა რომ ოპოზიციური მხარე და მათ შორის რავი მეც და ყველა ვინც აქტიურად ვარ ჩართულები უფრო მეტად ვიყოთ პროცესში, უფრო მეტად ვიყოთ აი მოძრაობაში და აქტიურობის მომენტში, იმიტომ რომ როცა ერთ ადგილას ხარ გაჩერებული უბრალოდ ვერ ხედავ რა შეიძლება მოყვეს და როცა პროცესში ხარ უკვე ხედავ იმ წინაღობებს, იმ დისკომფორტს და ეს უნდა გადაილახოს რაღაც მომენტში, თუ მინდა რომ რაღაც გავარღვიოთ ის კონკრეტული რაღაცა წრე, რაშიც ახლა ვიმყოფებით. კი ბატონო. კი ბატონო. ლაშა თქვენ მინდა გკითხოთ, აი ნიკოლოზი ამბობდა რომ უნდა მოხდეს ესე ვთქვათ კონსოლიდაცია საერთო იდეის ირგვლივ და ეს საერთო იდეა შესაძლოა იყოს ძალიან მარტივი, როგორც არის სამართლიანი არჩევნების თემა. როგორ წარმოგიდგენიათ სამართლიანი არჩევნების მოპოვება დღევანდელ მოცემულობაში? მე არ ვიცი ვინმე ვინც შეიძლება ამაზე არ თანხმდებოდეს. მაგრამ აი მიღწევის ნაწილში რამდენად, იმიტომ რომ ეს არის ის რაც ყოველს ნაკლებად აწყობს ალბათ ბიძინა ივანიშვილს, ხო? ანუ დემოკრატიულ, რაღაცა კონკურენტულ სამართლიან პირობებში ჩატარებული არჩევნები ნიშნავს იმას, რომ ის კარგავს ძალაუფლებას ლეგალური გზით. ჩემი აზრით სამართლიანი არჩევნები არის ის რაც ყველას გვინდა იმ შემთხვევაში ჩვენ მხარეს ვინც ავართ, რა თქმა უნდა, ხო? მაგრამ როგორ შეიძლება ეს მოვიპოვოთ, ეს არის მეორე და უფრო რთული საკითხი, ხო? ეხლა ბიძინა რაღაც ლანგარზე არ დაგვიდეს, რომ აი მიდი და რაღაც თანაბარ პირობებში ვიბრძოლოთ, ხო? ჩემი აზრით სამართლიან არჩევნებს სჭირდება მოპოვება. მოპოვება და როგორ უნდა მოვიპოვოთ ეს უნდა მოითხოვოს საზოგადოების დიდმა ნაწილმა და უნდა გამოვიდნენ და რაღაცა ეს ანუ დათმობაზე უნდა წამოვიდეს ივანიშვილი, მაგრამ ჰაერზე ეს დათმობაზე არ წამოვა, შენ ძალა უნდა აჩვენო, რომ მე თქვას, რომ კაი, აჰა, თქვენი პირობებით რაღაც ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის პოლარიზაციის, დეპოლარიზაციის მთავარი მიზანი, რომ ეს ხალხი გადმოვიდეს საკითხარეს, ცვლილებების მხარეს და ძალა იყოს, ძალის ცენტრი გადმოვიდეს. კი, ძალის ცენტრი და მაგის მიღწევა უკვე როგორ არის შესაძლებელი. ხო იყო ნოემბერი-მარტის აქციები, სადაც დათმობაზე სამწუხაროდ არ წასულა ბიძინა ივანიშვილი და პირიქით თავდასხმაზე წამოვიდა. ხო, მაგრამ რაღაცების გადატეხვა ყოველთვის შესაძლებელია რა, უფრო მეტიც ძალის ჩვენება შესაძლებელია. მე გულისხმობ რას? მე გულისხმობ წინდა არაძალადობრივ კამპანიას რა, მაგალითად პინოჩეტის რეჟიმი რო იყო ჩილეში, პინოჩეტმა თქვა, რომ აი მოდი რეფერენდუმი ჩავატაროთ, გინდივართ თუ არა მე პირობითად რა და წარმოვიდგეთ მანდაც კი კამპანია ოპოზიციურმა მხარემ აწარმოა, როგორ იცით, აი პოზიტიური დღის წესრიგით რა. აჩვენა როგორი შეიძლება იყოს მომავალი რეალურად. ეხლა ჩვენ პირობითად ტელევიზორს რო ჩართავს კონკრეტული ადამიანი სოფელში, ქალაქში სადაც იქნება, რას ხედავს? ხედავს რომ ჩვენ რაღაცა ყოველთვის ნეგატიურ კონტექსტში ვლაპარაკობთ, ხო? ხო, ერთმანეთს ვლანძღავთ რეალურად. მაგას თავისი პრობლემები აქვს ამ ადამიანს, რა ვიცი, სიდუქჭირე მთელი ამბები და კიდე იმის მოსმენა არ უნდა, რომ შენ ცუც ელაპარაკები, ის ელოდება, რომ შენგან რაღაც იმედი დაინახოს, პოზიტიური დღის წესრიგი დაინახოს. აი ამის ირგვლივ თუ შეიქნება როგორ გითხრათ, message box-იდან დაწყებული აქტივობები, მოქმედებები და ასე შემდეგ, მე მჯერა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ისევ დადგება ჩვენ გვერდით და ისევ გააპროტესტებს. არსად არ მე არ მჯერა, რომ რაღაცა იკარგება ადამიანში ბრაზი, პირიქით შეიძლება რაღაცა შეინახოს, მაგრამ რაღაც დროს ის ამას გამოხატავს. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ამ პოზიტიური დღის წესრიგით, არაძალადობრივი, როგორ გითხრათ, აქტივობებით, წმინდა დემოკრატიული ქმედებებით ეს ხალხი ისევ გამოვიყვანოთ და იმას დავათმო
დაეპყრობინოთ ისეთი არჩევნები, როგორც ჩვენ გვინდა ამ შემთხვევაში და ჩვენ რა გვინდა დემოკრატიული არჩევნები, სადაც ვიღაცა არ გაგვიყალბებს, ვიღაცებს არ დაგვიყენებენ იქ რაღაცა როგორ გითხრათ, მოძველ ბიჭოტიპებს არჩევნებზე, იქ არ ექნება ისეთი აპარატი, რომელიც ჟონავს და ასე შემდეგ, ხო? და ამის მიღწევა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა ხალხი იტყვის ამას, რომ ჩვენ გვინდა ესეთი არჩევნები. ჩვენ კი ვიცით, რომ გვინდა, რავი, 1000, 2000 და 10000 კაც პირობითად, მაგრამ ეს უნდა იყოს საყოველთაოობა, უნდა გამოვიდეს ხალხი 300,000, 200,000 ადამიანი უნდა თქვას. ვერ ხდება საყოველთაო. იმიტომ ვერ ხდება, რომ ამ ეტაპზე ჩვენ როგორ გითხრათ, რა არის ის? სწორად ვერ მივდივართ ხალხთან, რა სასაუბროთ, ჩემი რას გულისხმობთ? ანუ ვერ ვეუბნებით სწორად, ვერ ვანახებთ იმედს, რომ ჩვენ შეგვიძლია ცვლილებების მოხდენა, რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვისაც შეუძლია უკეთესი საქართველოს შექმნას, რა. რა გვიშლის ხელს, ანუ რა, აი მაგალითად პლატფორმა არ არის, სივრცე არ არის, ინდობის დეფიციტი არის, სად უნდა ვეძებოთ მაგის მოგვარება? იცით რა, ერთ მხარეს ერთი დიდი მანქანა მუშაობს ქოცების მხრიდან, როგორც ძალადობრივად, ასევე რაღაცა პოლიციით დაკავებებით, პროპაგანდით და ასე შემდეგ, რომელიც ჩვენ რაღაცნაირ ჯგუფად წარმოგვადგენს იქ ხანაკაც რაღაც მთელიანებს გვეძახიან. ეს ერთი მხარე არის. მეორე მხარე არის ის, რომ ჩვენ ელემენტარულზე ვერ თანხდებით აქეთ რა. მესამე არის ის, რომ რა ვიცი, ძირითადი აქცენტი გვაქვს გარე ამბებზე გაკეთებული და შიგნით იმდენად არ კონცენტრირდებით. ჩვენ უნდა გვესმოდეს ქართველი ხალხის აზრები, ფიქრები, რა ინტერესები აქვს. უფრო მეტად უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები, მაგალითად, სოფლებზე, ქალაქებზე, ქართულ ხალხზე რა. ეს არის გასაკეთებელი. ანუ რავი, გასვლები, საუბარი, ზოგს კომფორტის ზონიდან გამოსვლა უნდა, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცა კრიტიკულად დახვდეს, ან ვიღაცები მიუქციონ და ესეც უნდა გადაილახოს. ხალხი რო ნახავს, რომ შენ ვიღაცები წინააღმდეგობას გიწევენ, მაგრამ შენ მაინც იბრძვი და შენ მაინც აკეთებ შენს გასაკეთებელს, ის უფრო მეტად ინტერესდება შენ და უფრო მეტად მოგყვება. ამიტომ პროცესი არ არის ახლა შექმნილი სამწუხაროდ, ანუ ჩვენ უნდა დავინახოთ პროცესში რამდენად არის რეალური, რომ ჩვენ ხალხი გამოვყვეს. ეგ უნდა გავაკეთოთ აი ამ მოცემულობაში. კი ბატონო, ლაშა თქვენ მინდა გკითხოთ, როგორ ფიქრობთ, რაღაცა ის საზოგადოება დიდი ნაწილი, ესე ვიტყოდი, არააქტიური ამ მოცემულობით იქცა თუ არა, ან ჩამოყალიბდა თუ არა რაღაცა მოცემულობის შემგუებელ საზოგადოებად და რას გულისხმობ კითხვით, აი დღეს იყო მაგალითად შალვა პაპუაშვილის წერილი ევროკავშირთან დაკავშირებით, სადაც პირდაპირ თქვა, რომ არ გამოვრიცხავა, რომ პატარა სახელმწიფოებისთვის უფრო სასარგებლო იქნება თუ ევროკავშირის გარეთ დავრჩებითო და ამის მერე მოვისმინეთ კომენტარები, რომ თურმე თუ ევროკავშირის წევრი გავხდებით, შესაძლოა სუვერენიტეტი კი დავკარგოთ, იმიტომ რომ ჩვენ იქ გვექნება მხოლოდ ვალდებულებები და არანაირი უფლებებიო. რომ შევაფასოთ რაღაცნაირად ესე დრამატულად სიმძიმით ეს განცხადება, საერთოდ არ ჩამოვარდება იმას, რაც მოვისმინეთ ჩვენ კობახიცის მხრიდან 28 ნოემბერს შემდეგ, რასაც მოყვა ყველაფერი, ხო? აი დღესაც ფაქტობრივად გითხრეს, არაოფიციალურად, რომ ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, მაგრამ ვერ ვხედავთ იმას, რაც ვნახეთ 28 ნოემბერს და სწორედ აქედან გამომდინარე მიჩნდება ეს კითხვა, ანუ შეგუების ნაწილიც ხომ პრობლემა ხომ არ დგას? ჩემი აზრით აი ბოლო კვლევებიც რო დაიდო, იქაც ჩანს, რომ ქართული ხალხის სწრაფო არის ისევ დიდი ნაწილი სწრაფო არის ისევ ევროკავშირისკენ და დასავლეთისკენ და ნორმალური საზოგადოებისკენ რა. ჩემი აზრით, თუნდაც იმ არჩევნების მერე, თუნდაც ამ ბოლო პროტესტების შემდეგ, რომელმაც ის შედეგი არ დადო, რომელიც ჩვენ გვინდოდა, გარკვეული ნიჰილიზმი, უკმაყოფილება გააჩინა ქართულ საზოგადოებაში, რომ აი ხო ვიყავით, ხო ვიდექით, მაგრამ მაინც არ გამოვიდა საბოლოოდ და ჩვენ მიზანს ვერ მივაღწიეთ რა, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ რავი, ქართული ხალხი ამას შეეგუა და მოდი რაც იქნება, ის იქნება, გავხდეთ ჩეჩნეთი, გავხდეთ რუსეთი და ასე შემდეგ, მოდი ესე იყოს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის ქართულ საზოგადოებაში, ხო? უბრალოდ ჩემი აზრით, ხალხი ელოდება რაღაცას, რაც მათ მისცემს мотивაციას, ბრძოლის სურვილს, რომ ისევ გააგრძელოს ის, რაც დაიწყო, ხო? ამ ეტაპზე ეს გარკვეული ნიჰილიზმი, რაც არის საზოგადოებაში, ეს აუცილებლად უნდა გადაილახოს. ამიტომ ხდება, რომ ბევრი რაღაცა, ბევრი ისეთი ამბები ხდება, რაც უნდა გავაპროტესტოთ და რაზეც ერთი ამბავი უნდა იყოს, მაგრამ ეს იფარება სწორედ იმით, რომ გარკვეულ აი ბრძოლაში ვერ ხედავენ ამ კონკრეტულ მოცემულობაში რაღაცა რომ შედეგს მივიღებთ, ხო? ამიტომ თუ გაჩნდება, როგორც აი თქვენ თქვით, როგორ
მაგალითად აი ესეთი ცენტრები, სადაც გამარჯვებას დაინახავს ადამიანი, იმედს დაინახავს, უკეთეს მომავალს დაინახავს, ხო? და მის გონებაში ეს აღიბეჭდება და არწმუნებული ვარ, რომ ის რაც იყო აუცილებლად დაბრუნდება და აუცილებლად გავიმარჯვებთ. აი მე ყოველთვის ვარ ოპტიმისტი რა, რავი, და ვიცი რა სურს ადამიანებს, რა სურს ჩემ გვერდით და რა სურს თუნდაც სოფლებში, ქალაქებში და ყველა სურს ნორმალური პირობები და არავის არ მოსწონს, რავი, ახლა ტყუილია რომ ვთქვათ, რომ რავი, სოფლები არის ქოცების, არა. როცა დაელაპარაკებით ადამიანებს, ნახავთ რომ რავი, არავის არ მოსწონს ქოცები, ძალიან მცირე ნაწილის გარდა, უბრალოდ ისინი ელოდებიან იმედს. ამ იმედს როდესაც დაინახავენ, ისინი ისევ გამოვლენ, ისევ იბრძოლებენ და ისევ გაიმარჯვებენ უკვე საბოლოოდ აი ამ რეჟიმზე რა. კი ბატონო ნიკოლოზ, რა შეიძლება ეს იმედი გაუჩინოს მაშინ? ამაზე ისევ და ისევ გავეორდები, რომ ეს კონსოლიდაცია ასე ვთქვათ, კონკრეტული ნაბიჯები საერთო იდეის ასე ვთქვათ, გაერთიანება და პოზიტიური დღის წესრიგის შემოტანა საზოგადოებაში. ან უნდა დავაწყოთ ადამიანებს, რომ რეალურად ცვლილებები რეალური არის. ეს ცვლილებები მოიტანს ხელშესახებ შედეგებს თითოეული ჩვენი თანამოქალაქისთვის და ამ ადამიანებს უნდა გავუჩვით იმედის რწმენა და ეს იმედის რწმენა თუ დაუბრუნდებათ ამ ადამიანებს, მაშინ ზოგადად ეს მოცემულობა შეიცვლება და პროცესებიც უფრო გამარტივდება ოპოზიციისთვის, რომ მან კონკრეტულ გამარჯვებას. რამდენად მიდის ამაზე მუშაობა? ჩვენი მხრივ რა თქმა უნდა მუშაობთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ თითოეულ მიმართულებაზე წარმოვადგინეთ ჩვენი ხედვები, კონკრეტული ნაბიჯებით, თუ როგორ ხედავთ ამა თუ იმ საკითხის განვითარებას, ეს იქნება საგარეო პოლიტიკა, ეს იქნება თავდაცვა უსაფრთხოება, ეს იქნება ბიზნესი, თუ ეს იქნება მართლმსაჯულება. ჩვენი ნაბიჯები, ჩვენ ხედვაში კონკრეტული ნაბიჯები არის, როგორ უნდა მივახციოთ მიზნებს და არა რაღაც კონკრეტული პოპულისტური ჩანაწერები და აქედან გამომდინარე მოუწოდებ ყველას გაეცნოს ჩვენ ხედვებს და შესაბამისად ჩვენი ასე ვთქვათ გუნდის გათვალისწინებით, იმისი გამოცდილების გათვალისწინებით ძალიან რეალურად მიგვაჩნია იმ მიზნების მიღწევა ჩვენი მხრიდან და ერთიანობის შემთხვევაში ყველას ჩართულობით, რაც გაწერილი გვაქვს ჩვენ სამოქმედო გეგმებში. კი ბატონო. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა თქვენ იმისთვის, რომ იყავით სტუდიაში ჩვენთან.